რატო გახდა საჭირო რეორგანიზაცია? თუ აღარ იყო საჭიროება ამ კომპანიის რა. აღარ იყო საჭირო. ანუ ლიკვიდაცია დაიწყო. ლიკვიდაცია კომპანია იყო, მაგრამ თანამშრომლებს მისცეს კომპენსაციები და გაუშვა. კომპენსაცია მიეცი, იმიტომ რომ არ იყო ამდენ თანამშრომლის საჭიროება კომპანიაში. და როდის მენეჯერი ვარ და გადავწყვიტე და ესე მოვახდინე, ამ პრობლემა არის. ბიძინა ივანიშვილის ახლო ნათესავი და თანაინვესტირების ფონდის დირექტორი შაბათის ეთერს უდასტურებს, რომ ოლიგარქის დაფუძნებულ ერთ-ერთ მსხვილ კომპანიას ხურავენ. ჩვენი ინფორმაციით, ტურიზმის განვითარების ფონდი, რომელსაც საქართველოში ტურიზმი უნდა აეყვავებინა, უქმდება. პრობლემა არის. თანამდებობაში არ არის სინამდვილეში ეს კომპანია და თქვენ რატომ მიიღეთ ეს? ჩვენ მართავთ ამ კომპანიას. ჩვენ მათ კონსულტანტები ამ კომპანიაში და მივიღეთ გადაწყვეტილება. გადაწყვეტილება მივიღე მე, პასუხისმგებელი ვარ მე. თუ რამეს კითხვა აქვს იმას, მოვიდეს ჩემ. ვანო ხვედელიძე ამტკიცებს, რომ ტურიზმის განვითარების ფონდის დახურვის გადაწყვეტილება მან, როგორც თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელმა მიიღო. ეს ფონდი 2020 წლამდე პანამაში რეგისტრირებულ Frankston Internationals, ანუ ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნოდა. 2020 წელს კი მილიარდერმა ეს ფონდიც თითქოს ხალხს აჩუქა და საქველმოქმედო ფონდ ქართუს სახელზე გადააფორმა. ამიტომ ჩნდება ახლა კითხვა, როგორ დახურა ის თანაინვესტირების ფონდმა. სოფლიო ბრენდებს ხო არ ქონდათ პრობლემა ბიძინა ივანიშვილთან ურთიერთობის, მისი სახელის გაქრობა ხო არ მიდის ვარ? რას აკეთებს ოლიგარქი ახლა? რატომ აუქმებს ფონდს, რომლის ჯამური საინვესტიციო ღირებულებაც 600 მილიონ ამერიკულ დოლარზე ბევრად მეტია? რას პირდებოდა ხალხს ბიძინა ივანიშვილი? ეს არის 680 მილიონი ამერიკული დოლარი. ინვესტორი ამ შემთხვევაში არის ბატონი ბიძინა ივანიშვილი. სრულად აფინანსებს ყველა ამ პროექტს. საუბარი არის, რომ ნებისმიერი დონის ტურისტი დაკმაყოფილდება ამ მაღალი სერვისით. ტურიზმის განვითარების ფონდს უნდა შეექმნა ახალი მიზიდულობის წერტილები საქართველოს რეგიონებში, რომ იქ ბევრი ტურისტი ჩასულიყო და ფული დაეხარჯა. რა შეგვჭა ამ დაპირებიდან? აბასთუმანში სასტუმრო პარაგრაფი ამ დრომდე არ აშენებულა. განმხურის მშენებარე სასტუმროც მიტოვებულია. მწვანე კონცხზე დაანონსებული პარაგრაფიც არ დაასრულეს. გაჩერებულია სასტუმროს მშენებლობა სოლოლაკშიც. ის რაც ააშენეს და ჩააბარეს პარაგრაფი თბილისი და შეკვეთილია. პანორამა თბილისის პროექტის ნაწილს ბიძინა ივანიშვილი დროებით საკუთარ საცხოვრებლად იყენებს. არა და დაპირება სულ სხვა იყო. ტურისტული ინფრასტრუქტურის სწრაფი ხელშეწყობა, ტურიზმში ჩართული კომპანიების მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება. ეს ტურიზმის განვითარების ფონდის პრიორიტეტებია. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ გავხდეთ ერთ-ერთი გამორჩეული საინტერესო ქვეყანა მსოფლიოს ტურისტულ რუკაზე. ტურიზმის განვითარების ფონდი ივანიშვილმა 10 წლის წინ ამ უხვი დაპირებებით შექმნა. ეს ფონდი თავის მხრივ საქართველოში კიდევ 25 კომპანიის ფლობელია. მათ შორის არის სასტუმროების მართვის კომპანია, რომელიც ოლიგარქის სასტუმროებს განაგებს. რა ბედი ეწევათ ამ კომპანიებს და აქ დასაქმებულ ხალხს? ამ კითხვას სასტუმროების მართვის კომპანიის დირექტორი უპასუხოდ ტოვებს. ტურიზმის განვითარების ფონდის ლიკვიდაციის შემდეგ, აი თქვენ შვილობილ კომპანიებს რა ბედი გეწევათ ამის გასარკვევად კი რეკავდით? არის ტურიზმის განვითარების ფონდს და მოკითხა. თქვენ არ მიიღეთ ინსტრუქცია? არა, ჩვენ არ გვაქვს ინსტრუქცია. ხო, მაგრამ ანუ სიამოვნო დღეს გიჟო. ხომ გითხრეს რომ ლიკვიდაცია დაიწყო და თქვენ რა ბედი გეწევათ? არ გითხრეს ბატონ გიორგი? სიამოვნო დღეს გისურვებ. სხვა პასუხი არ გაქვთ ბატონ გიორგი? 25 კომპანიიდან, რომელსაც ტურიზმის განვითარების ფონდი ფლობს, 7-ს შოთა ხიზანიშვილი ხელმძღვანელობს. სასტუმროები რადიოს განმხური, ბლექსი რივიერა, პარაგრაფ მწვანე კონცხი, რომელიც არ დასრულებულა სწორედ ხიზანიშვილის მართვაშია. ოლიგარქის კომპანიების დირექტორი გვეუბნება, რომ არც კი იცის, რომ მათი დამფუძნებელი ფონდი იხურება. და საიდანვე დაიწყო ლიკვიდაციაზეა კომპანია. ჩვენ თანამშრომლებს უთხრეს უკვე და თქვენ არ იცით? არა. არ უთქვამს თქვენთვის არავის? არა. რა უცნაურია, ანუ 7 კომპანიის დირექტორი ხართ და საქმის კურსში არ ხართ. უცნაურია გეთანხმებით ნამდვილად. ტურიზმის განვითარების ფონდის ლიკვიდაციის შემდეგ რა ბედი ეწევა ასეულობით მილიონის ღირებულების უძრავქონებას, რომელსაც ივანიშვილი საქართველოში სწორედ ამ ფონდის საშუალებით ფლობს. ძირითად შემთხვევაში ეს არის ხუთვარსკვლავიანი სასტუმროები, რომელთა დიდი ნაწილი საერთაშორისო ბრენდის ქვეშ არიან გაერთიანებული. და ეს არის სფერო, რომელზეც სანქციები ყველაზე ხელშესახებად ჩანს. რადგან უცხოელი ტურისტების მიერ ჩარიცხული თანხა სანქცირებული ივანიშვილის კუთვნილ სასტუმროებში შესაძლოა უკვე შეფერხებით აისახებოდეს. სასტუმრო განსაკუთრებით ესე იგი მოწყვლადი არის სანქციის აი ეს უარყოფითი გვერდითი ეფექტისგან, რადგან სასტუმრო ფუნქციონირებს მაშინ, როდესაც ის იღებს უცხოელ ტურისტს. უცხოელი ტურისტი თანხას რიცხავს უცხოელი ბანკიდან.
ამიტომ აქ უცხოური ტრანზაქციები ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესის გამართულობისთვის და ჩვენ რა თქმა უნდა არ ვიცით ეს საჯაროდ, თუმცა არის შეიძლება ეს დაშვება გავაკეთოთ, რომ ამ კომპანიებს გარკვეული ზიანი მიადგათ შეფერხებული დაკავებული ტრანზაქციების მხრივ. საერთაშორისო ბრენდი პარაგრაფი, რომლის სახელითაც ივანიშვილის სასტუმროები ოპერირებენ, მარიოტს ეკუთვნის. მარიოტი ამერიკული საერთაშორისო სასტუმროებისა და სტუმარ-მასპინძლობის კომპანიაა. იგი ამერიკის შეერთებულ შტატებში შეიქმნა და სათაო ოფისიც იქ აქვს. ივანიშვილი კი სწორედ შტატების მიერ არის სანქცირებული. ამიტომ მკვლევარები, რომლებიც მილიარდერის ნაბიჯებს წლების განმავლობაში აკვირდებიან, ახლა ამბობენ, რომ ტურიზმის განვითარების ფონდის ლიკვიდაციის უკან ქონების დაცვისა და ფულის გადარჩენის მცდელობა უნდა დავინახოთ. მე ვფიქრობ, რომ არც ბიძინა ივანიშვილთან და არც მის ღია პარტნიორთან არც ერთი ცნობილი და მაღალი რეპუტაციის მქონე ინვესტორი საქმეს არ დაიჭერს, არც მომავალში. და მეცაც ვიტყვი, ისე თუ მოხდა, რომ ეს სანქციებიც გაუქმდა, ამ შემთხვევაშიც კი. ანუ ეს იმხელა პრობლემაა ადამიანებისთვის, განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც აქვთ ბიზნესი, რომ ამ პრობლემის გადაჭრა ფაქტიურად შეუძლებელია. ის, ვინც სანქციების მუშაობის პრინციპი კარგად იცის, ამბობს, რომ ეს მხოლოდ მყისიერი ეფექტი არ არის. ბიძინა ივანიშვილს ამერიკის სახელმწიფო ხაზინის ფინანსური სანქცია ადევს, რაც მას ცხოვრებას ნაბიჯ-ნაბიჯ ურთულებს. პრაქტიკა ასეთია. საერთაშორისო ფინანსურ წრეებში კეთროვნად აღიქმება ყველა, ვინც რუსეთის სასარგებლო საქმიანობისთვის დასანქცირებულ პირთან საქმიან ურთიერთობას დაიჭერს. ეს დამოკიდებულება ხილულია, ოჯახის წევრებისთვის მიყენებული ზიანისგან განსხვავებით, რომლის შესახებაც ღიად არასდროს საუბრობენ. ავტორიტეტული გამოცემა Follow the Money 2025 წლის 28 ოქტომბრის ნომერში ქვეყნდება სტატია სახელწოდებით „დირექტორმა ქართველი ოლიგარქი დატოვა“. საუბარია კავკასუს ჰოლდინგ ბიუის დირექტორზე ვან დე ბანძზე, რომელმაც სავარაუდოდ მას შემდეგ, რაც კომპანიის პარტნიორების სანქცირების შესახებ ინფორმაცია მიიღო, პოსტიდან ფაქტობრივად გაქცევა გადაწყვიტა. ეს არის ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი რუხაძის საკუთრებაში არსებული ქართული ცემენტის კომპანიის ჰოლანდიური მშობელი კომპანია, რომელიც ქართული დემოკრატიის დემონტაჟის ორ მთავარ ფიგურას ეკუთვნის. ვან დე ბანტი ამბობს, რომ ჩვენი სტატიის წაკითხვის შემდეგ მიხვდა, რომ შეცდომა დაუშვა. ჰოლანდიაში 3 თვის წინ განვითარებული მოვლენები კარგი მაგალითია სანქციების მსუსხავი ეფექტის თვალსაჩინოებისთვის. ანუ კომპანიას, რომლის 90%-საც ირაკლი რუხაძე ფლობს და ბიძინა ივანიშვილის გვარი აღარსად ფიგურირებს, არც სანქცირებული ოლიგარქის გვარის გაქრობა მუშველა. ბიძინა ივანიშვილს სანქციებისგან თავის არიდებაში ხარ ეხმარებით ამით? არა და მილიარდერმა იმედის უკვე ყოფილ მფლობელს სავარაუდოდ სწორედ აქტივების გადარჩენის მიზნით გადაუფორმა საკუთარი წილი ცემენტის ბიზნესში. ფიქტიურმა გარიგებამ ვერ უშველა. ახლა საინტერესოა, რა სქემით შეეცდება მილიარდერი უშველოს და გადაარჩინოს უძრავი ქონების მთელი იმპერია, რომელიც საკუთარი ჩრდილოვანი მმართველობისას შექმნა. ბატონ გიორგი, რა დაემართა ფონდს, სადაც ერთი თვის წინ დაგნიშნეს? Რაღაცო გნიშნავდნენ, თუ ლიკვიდაცია უნდა გამოცხადებულიყო. ტურიზმის განვითარების ფონდს, რომლის აქტივებიც 100 მილიონი დოლარია, გასაუქმებლად როგორც ჩანს დიდი ხანი ამზადებდნენ. 2 თვის წინ თანამდებობიდან უეცრად გადადგა ფონდის ხელმძღვანელი, გამოცდილი კადრი გიორგი ბაიდარაშვილი და 100 მილიონის აქტივების კომპანია სხვა პირს ჩააბარეს. მაგისთვის დაგნიშნეს, რომ ერთ თვეში გაეუქმებინათ? არაფერი არ ხდება. აბა რა ხდება ბატონ გიორგი, თანამშრომლებს კომპენსაციები რესტრუქტურიზაცია ხდება, მეტი არაფერი. და რა ეშველებათ კომპანიებს, რომლებიც არის დაქვემდებარებული ბატონ გიორგი? შემოწმებულად გააგრძელოს ფუნქციონირება. და რანაირად, მაშინ რა საჭირო იყო ეს ყველაფერი? ეს გიორგი ქსოვრელია, ბიძინა ივანიშვილის ნდობით მოსარგებლე ერთ-ერთი პირი. მას აქამდე როგორც შპს ბურჯის დირექტორს ისე ვიცნობდით. ახლა კი დეკემბრის ბოლოს მას სწორედ ის ფონდი ჩააბარეს, რომლის ლიკვიდაციის შესახებაც ინფორმაციას უკვე ვეღარავინ უარყოფს. ჩვენი შვილებული კომპანია ჯერჯერობით ვართ, ოღონდ მას თანაინვესტორების ფონდის დაქვემდებარებაში. ოფიციალურად რომ ტურიზმის განვითარების ფონდია თქვენი მფლობელი ახლა? კაი, დღეს უნდა გავიდე მე ფონდში და თემას გავარკვევ რა. პროექტები გვაქვს აბას თუმანში, გვაქვს რაღაც პროექტები კიდე, რომელიც დასასრულებელია რა. სატელეფონო ხაზზეა GDF Solutions დირექტორი ნუგზარ ტალახაძე. ბატონი ნუგზარი მართალია. ბიძინა ივანიშვილს ბევრი დაანონსებული პროექტი ამ დრომდე დაუსრულებელი აქვს. მათ შორის განმოხური, სიღნაღი, მწვანე კონცხი და თაბორისა და პარაგრაფის დამაკავშირებელი ეს ნაგებობა ცოლოლაგის ბორცვზე.
გადაწყვეტილება რომ მიღებულია ამის შესახებ დირექტორებმა უკვე იციან და უბრალოდ საუბარი არ სურთ. ალო, ბატონ გიორგი, გამარჯობა. თუ დროს ხარ გირეკავთ 2 წუთს წაგარ. საიდან ერეკავთ? მაკავარ ჩიხლაძე TV პირველიდან, ბატონ გიორგი. ბოდის ჩეხუტრაზე. გიორგი თორაძე თაბორი რიზორტსის დირექტორია. ამ კომპანიის ფლობელობაშია ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ არსებული ეს უზარმაზარი ტერიტორია. მასზე დამაგრებული შენობა ნაგებობებით, რომლის ნაწილშიც ბოლო წლებია თავად ოლიგარქი ცხოვრობს. რაბედიელის აკაურობას მას შემდეგ, რაც ამ უძრავი ქონების მფლობელი დედა კომპანია გაუქმდება. სქემა ასეთია. ტურიზმის განვითარების ფონდი, რომელსაც ახლა ლიკვიდაციას უპირებენ, 25 კომპანიას ფლობს. თუმცა თავად ამ ფონდის მესაკუთრე საქველმოქმედო ფონდი ქართუა. შუარგოლის არარსებობის შემთხვევაში ყველა ეს კომპანია აქტივებთან ერთად ქართუს ქოლგის ქვეშ დარჩება. თუ ეს სასტუმროები დარჩება ქართულ ფონდის ქვეშ, მაშინ კონტროლის ნაწილში ყველა საერთაშორისო ბანკი და თუნდაც ქართული ბანკები ამ კომპანიებს აღიქვამენ როგორც ბიძინა ივანიშვილის კომპანიებს. და ესეთი პრობლემები ძალიან ბევრი ექნებათ ამ ადამიანებს, რასაც ჩვენ ვერ გავიგებთ უმეტესობას, ხო? და ჩვენ ვიგებთ იმას, რასაც შემდეგ ისინი აკეთებენ ამის საპრევენციოდ და საპრევენციოდ აკეთებენ კომპანიების გადათამაშებას. დიდი ალბათობით ეს უნდა იყოს ბოლო გადალაგების მთავარი მიზანიც. მარიოტის ქსელის ლაქშერი კოლექშენის ბრენდის სასტუმროების ფლობელებს სავარაუდოდ დისკომფორტს უქმნით იმ ადამიანთან პარტნიორობა, რომელიც დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაშია, ადამიანების მოწამვლასა და ომის დამნაშავე რუსეთთან კავშირშია მხილებული. ეს იმიტომ ხდება, რომ ქართულთან აღარ ასოცირდებოდეს, ბატონ კახა. რომ არ ასოცირდებოდეს. უნდა მოიყვანო, თეორემა უნდა დავამტკიცო, მეხუთე კლასში ვარ. მოთხოვეთ იმას, რა ქვია, რომ მოითხოვოთ, უნდა გეკუთვნოდეთ, ხო? ესეც ბატონ კახა, ეს ქუჩური გარჩევა არ შეგეფერებათ ჩემი აზრით, რა ვიცი. თქვენ რა იცით რა შემეფერება და რა შემეფერება? ანუ დირექტორი ხართ კომპანიის დირექტორი ხართ. თქვენ რა შეგეფერებათ? ბატონ კახა, რატომ ნერვიულობთ? თქვენ რა ბედიგელით, როგორც დირექტორს, რომლის მეპატრონე კომპანიას ლიკვიდაციას აცხადებს, მითხარით. მე გეუბნებით, რომ არ კეთანამშრომლები და არ მეკუთვნის და ბატონ კახა, ნუ ყვირით. ბატონ კახა, ნუ ყვირით, მითხარით, ვისთან გადამამისამართეთ. ჩაუწიეთ მაგ ტელეფონს და აღარ შეწუხდებით. ეს აგრესიული მამაკაცი სოლოლაკი რაიზის დირექტორი კახა პაიჭაძეა. მისი აგრესიის მიზეზი სავარაუდოდ ის მოსაოდნელი გაურკვევლობაა, რომელშიც დედა კომპანიის ლიკვიდაციის შემთხვევაში აღმოჩნდებიან. 25-დან 10 კომპანიის ხელმძღვანელთან გასაუბრების შემდეგ რჩება განცდა, რომ მათთან ეს საკითხი შეთანხმებული არ ყოფილა. ზუსტად ისე, როგორც მთავრობაში ცვლილებების დროს ხდება. ქალბატონო მაკა, ტურიზმის განვითარების ფონდის ლიკვიდაციის შემდეგ თქვენს კომპანიას რაბედიელის მადლობა ნახავდეს. უკაცრავად, ტურიზმის განვითარების ფონდში დაიწყო ლიკვიდაცია. მაკა შამუგიაც ერთ-ერთია იმ 25 შორის, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის ქონების მოვლა პატრონობა ევალება. თუმცა, გადაწყვეტილების მიღების მომენტში, რომ ამ ადამიანებს არავინ არაფერს ეკითხება, ეს ფაქტია. ოლიგარქთან მომუშავეებმა არასდროს იციან, როდის აღარ დასჭირდება ისინი მილიარდერს და რას გააკეთებს საკუთარი ფულის გადასარჩენად. ამიტომ საუბარი იმაზე, რომ სანქციები მათ არ ადარდებთ, ეს არის არასერიოზული, ისინი ამას აკეთებენ უბრალოდ იმისთვის, რომ თავის მომხრეებს ანახონ, რომ თითქოს ეს არ არის ადარდებელი. სინამდვილეში ამის გამო ისინი კონკრეტულ პოლიტიკოსებსაც კი იჭერენ, ხომ? რადგანაც ამბობენ, რომ თითქოს მათ შეიტანეს წვლილი მათ დასანქცირებაში. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი საშიში არის და პრობლემური არის ქართველებისთვისაც, იმ ადამიანებისთვის, რომლებიც დაახლოებულები არიან ბიძინა ივანიშვილთან. გადათამაშებების რამდენიმე სერია პოსტფაქტუმ უკვე ვიხილეთ. რუხაძისთვის ცემენტის ბიზნესის გადაცემის გარდა ეს იყო ქართულში, როცა უტა ივანიშვილის სახელზე მხოლოდ წილის 35% დატოვეს. დაუჯერებელი გასხვისების გარიგებას ვადევნეთ თვალი ოცნების პროპაგანდისტული არხის ფლობელების ვითომ და შეცვლის დროსაც. დაანონსდა საქართველოს განვითარების ფონდის ლიკვიდაციაც. თუმცა ახლა სასტუმროებისა და მილიარდამდე აქტივის გადამალვისას ოლიგარქს ცოტა მეტი ძალისხმევა დასჭირდება, რადგან ქონებაც დიდია და ნაცადი მეთოდებიც უკვე არაერთხელ გაუშიფრეს.